ჩემი როგორც კანონმდებლის მოქალაქის დედის ფუნქციებში რაც შედიიყო ეს იყო გასაჩივრება. დანარჩენი არის სამართალდამღები, რომელიც კვალიფიკაციას აძლევს დანაშაულს და შესაბამისი განაჩენი. Facebook პოსტში რომ ვინმე მონა დაწეროს, მათ შორის თქვენი მისამართით, ამის გამო პატიმრობა სწორი იქნება ქალბატონო მარია? არა და ორი აქტივისტის პატიმრობა მარიამ ლაშხის ანგარიშზე უკვე არის. და რაც მთავარია, ლაშხი გამონაკლისი არაა. ქუჩაში, კაფეში, აეროპორტსა თუ მაღაზიებთან გამოხატული პოზიციის გამო მოქალაქეების დასჯის მოთხოვნა ოცნებამ პარტიულ ტრენდად აქცია და პატიმრობისთვის მისი არაერთი კრიტიკოსი გაიმეტა. მათი რაოდენობა ჯერ კიდევ დათვალდია, თუმცა მალე ალბათ თვალს კი შეუძლებელი გახდება, რადგან მის მიერვე მოგონილ კანონს ოცნება სოციალურ ქსელებსაც აღწელებს. უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერის სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას. რამაც როგორც აღნიშნეთ, იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო, რომ ტერორზე რეაგირება არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულება. შესაბამისად, ფრაქცია ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ გარედან დაფინანსებული სიძულული ენის კამპანიის საპასუხოდ ვიწყებთ სამართლებრივ დავას. რეპრესიის ახალი და შესაძლოა ყველაზე მასშტაბური ტალღა ქართულმა ოცნებამ საგანგებო ბრიფინგით დაანონსა. საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე შეიტანეს. დოკუმენტი სავარაუდოდ მოცულობითია, რადგან როგორც პარტია გვეუბნება, აქ ყველა ის Facebook პოსტი მოხვდა, რომელიც მათი წარმოდგენით მათ მიმართ შეურაცხყოფას შეიცავს. საჯარო სივრცეში ადამიანის შეურაცხყოფის მიყენება ეს არ უნდა იყოს წესი და არ უნდა იყოს კანონი და დაკანონებული მოცემულობა. შესაბამისად, რეაგირება და რეაქცია ამაზე არის აუცილებელი. საკანონმდებლო ცვლილება სწორედ ამიტომ კეთილი ინებონ და ზდილობის ფარგლებში მოექცენ ის ადამიანები პროტესტის გამოხატვა ვისაც სურს. რა ტექსტი მოყვება მე მოვლა-ვლას ისიც ყურადღება მიაქციებს და გაიგეთ რა. არ არის ეს სიმღერის ნაწილი. ფეხბურთის მოედანზე მაგას არავინ არ მღერის. ეს არის დაფინანსებული რადიკალიზმი, რომელიც უნდა შეწყდეს. ოლე ოლას სახელით ცნობილი ეს სიმღერა შემთხვევით არ უხსენებია. 2 ივნისს მაღაზიასთან მდგომი მათიგაშვილის ყურადღება უკმაყოფილო მოქალაქემ სწორედ ამ ტექსტის მღერით მიიქცია, რის გამოც ლექსო სამხარაძეს ახლა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. ახლა კი თუ ამ სიმღერას სოციალურ ქსელში გააზიარებთ და მათიგაშვილს იქაც მონიშნავთ, იგივე გეოლდებათ, ხოლო თუ ეს აქამდეც გააკეთეთ, გამორიცხული არ არის. ოცნების საჩივარში უკვე იყოთ კიდეც. ვინც რუსული საქმე აკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ**ით ჩვენ. მართლები არიან, რომ აგინებთ მაგ დედამოყლებს, როგორ შეიძლება, ჰა? ქალი ვარ და როგორ ვიკადრებ თქვენს გინებას? მეტი კონკრეტიკისთვის ქართული ოცნება. დაგვიჭირეთ და დიდხანს გეჭიროთ. აწი ყოველ დღე დავპოსტავ. ოლე ოლა, ქოცების დედი. ესეც პასუხი ქართულ ოცნებას სოციალურ ქსელში საჩივარს, რომელიც აქ ცენზურის გავრცელებას აპირებს, ფლეშმობით უპასუხეს პოლიტიკოსებმაც, აქტივისტებმაც და მოქალაქეებმაც ამით თქვეს, რომ ისევე როგორც ქუჩაში წინააღმდეგობის მიუხედავად გამოხატვის თავისუფლების დაცვა არც სოციალურ ქსელში ეშინიათ. ქართულმა ოცნებამ კი შესაძლოა ეს პოსტებიც საკუთარ საჩივარს დაამატოს. ეს მხოლოდ პარტიაზეა დამოკიდებული, რადგან რა არის შეურაცხყოფა, კანონი ამაზე არაფერს ამბობს. ერთ-ერთი სიტყვა არის რუსი. რატომ არის ეს აი მაგალითად ესტონელი რომ დაგიძახონ, გეწყინებათ და ამას შეურაცხყოფად ჩათვლით? არა, საერთოდ მომართვა რატო? მივარ რატო არ მისვლა? ესტონელი რომ დაგიძახონ, გექნებათ რეაქცია ბატონო გურამ და მაშინ რუსი რატომ არის შეურაცხყოფა? ერთ სხვა რამეს გეუბნები. სად წერია მაგალითად რა არის შეურაცხყოფა? ძალიან მარტივად ამოსაცნობია, შეურაცხყოფილად ეუბნები ადამიანს თუ უბრალოდ მოსაკითხად ეუბნები სიტყვებს. ეს ძალიან მარტივად არის აღსაქმელი. Facebook ცენზურის გათვალისწინებას არც ის აქტივისტები აპირებენ, რომლებიც სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით ოცნებამ უკვე დასაჯა. მათთვის ცხადია, საქმე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან გვაქვს, რის ნაწილადაც ფასდება ასევე კრიტიკული ტელეარხების ჟურნალისტების ლექსიკის კონტროლიც. შესაბამისი საჩივარი ამისთვის ირაკლი კობახიძე მოამზადა და რეაგირებისთვის კახა ბექაურის უწყებას წარუდგინა. ოცნების ახალი საჩივარი კი შესაძლოა Facebook-ის ნებისმიერ მომხმარებელზე გავრცელდეს. კანონმდებლობის შეცვლას ჯობია მათ იზრუნოს საკუთარი რეპუტაციის გაუმჯობესებაზე, ჩემი აზრით. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს დაიქირავეს ტროლ-ბოტები და ნახევარ საქართველოს დაურეკეს და აგინეს და ეს ადამიანები ჩვენ გეუბნებიან, რომ შეურაცხყოფა არ მოგვაყენოთ და გვაღიარეთ დეპუტატებად და ხუმრობა უბრალოდ. ჩვენთან უკვე აზრი აღარ აქვს შეურაცხყოფას აყენებ თუ არა, მოგეხსენებათ მარიამ ლაშხს თუ კაფეში ვუთხარით ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ძირს რუსეთის მონები და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ესეც შეურაცხყოფად მიიჩნია სასამართლო მაშინ როდესაც შეურაცხყოფელი აქ არაფერი არ არის. არ მესმის ესეთ ქვეყანაში როგორ უნდა ვიცხოვროთ, სადაც ქართული ოცნების წარმომადგენლებს მხოლოდ უფლებები აქვთ, არანაირი ვალდებულებები არ აქვთ და თუ ვინმე ისჯება და თუ ვინმეს რაიმე ვალდებულება აქვს, თან არც რომ არ გვაქვს კანონს ისე, მხოლოდ ჩვენ
საკუთარი საჩივარი ქართულმა ოცნებამ ამ მუხლს დააფუძნა. კანონი თავადვე მოიგონეს და ადმინისტრაციულ კოდექსში ჯერ კიდევ თებერვალში შეიტანეს. აქ წერია, რომ თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა დასჯადია, რაც იმის გამო, რომ თავად შეურაცხყოფა განმარტებული არ არის. მალევე გამოხატვის თავისუფლებისთვის საფრთხეთ ეუთო ოდიღმა შეაფასა. ქართული ოცნების მიერ მიღებული ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში, რა თქმა უნდა, თავის დროზე გულისხმობდა იმას, რომ მათ შეეძლოთ სოციალური ქსელიც ეკონტროლებინათ, უბრალოდ ამაზე თავდაპირველად არ მახვილდებოდა იმდენი ყურადღება, თუმცა ეს ცვლილებები თავიდანვე შეიცავდა ამ შინაარსს და თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამისთვის იქნებოდა საბოლოო ჯამში გამოყენებული. შეურაცხყოფის მაქსიმალურ ფასად ქართულმა ოცნებამ 45 დღიანი პატიმრობა განსაზღვრა, ან ჯარიმა 4000 ლარამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ნებისმიერი სიტყვა, ემოცია ან სიმღერაც კი სოციალურ ქსელში ან მის მიღმა გამოხატული, რომელსაც პარტია შეურაცხყოფად მიიღებს, დასჯადია და ეს ფილმის სცენარი არ არის. გინება საკრძალა. როგორ დავზარო შეგარ მოთხრივ? აი, ჯარიმა 2000 ლარი. ისტორიაში შევალ როგორც ენის გამწმენდი.